ლექსი კაცი, რომელსაც დიდი ხანია ვიცნობთ, მეგობრობთ, ვახმობთ, ყველაფერი, მაგრამ კარგა ხნის განმავლობაში როგორც ჩანს, გვიმალავდა რომ მშვენიერი ლექსების პატრონი იყო, კარგად შეეუძლია წერა, თანაც ისეთნაირად ატრიალებს სიტყვას, რომ სასიამოვნოა მისი მოსმენა. სასიამოვნოდ გაოცებულები ვართ მისი ნიჭით. ასე გვიან გამომჟღავდა, მაგრამ გამომჟღავდა ძალიან კარგი. ისაც არის ლაფანყურის მკვიდრი, მაგრამ დიდი ხანია უბედურში ცხოვრობს და ქმნის შაურ ლექსებს. დავით თეთრაუს ვთხოვთ. დათო, შენ ნახე, შენ მალაფანყურლებმა ეხლა როგორი ტაში დაგიკრა. ხალხო, დათო თეთრაული არის, ამას ქვია რემბო. ეს არის ადამიანი, რომელიც არის, მის პოეტურ მიგზე არაფერს არ ვიტყვი. არის ადამიანი, რომლებიც მე ვამბობ ხოლმე, რომ ერთი დიდი გუნდა მაქვს მეთქი ფშავლებისა გაკეთებული, დავაგორებ და თოვლივით ასე კაი ფშავლებს ვაწებებ მეთქი და დათო ძალიან აქტიურად მეხმარება ამაში და როგორ მეხმარება? საქართველოში თუ ვინმეს ფშაველს ყავს ავტომობილი Mazda. დათო თეთრაული არის ყველასთვის გაჭირვების ტალკვესი. მისი ოჯახი სული უდგია და არსებობს Mazda-ების დაშლით, აწყობით, ყიდვით, გაყიდვით და აქედან მიღებული შემოსავალი. დათო, ხეირი ნახე Mazda-დან და ახეირე ფშავლები პირველ რიგში და მერე მთლიანად საქართველოს. შენ ხო გაყიდე? შენ ხო გაყიდე? Mazda-თან. მე გავყიდე. გაიგეთ ეს Mazda-თ. არა, წაიკითხე, თორე მე წავიკითხე. არა, მაგა, შენ დაიკითხე. წაიკითხე, შენთან ხამდი მე ვიპოვე. მოგესალმებით, ჩემო ძვირფასებო. მეც თელაველი ვარ. მართალია ფშავი ვარ, მაგრამ თელაველი. ხო და ამდენი ხნის განმავლობაში სანამ გზა გაკეთდებოდა, სულ გურჯაანი დავდიოდით, ხო? ხო და ხა თელაველისთვის გურჯაანი წამოსვლა მაინც რაღაცა დისკომფორტი იყო. შეიძლება და აი წინაღები გავკეთებინა და ისე გამოგონო, რომ იქაური ჰაერად ჩაგვესვით. ან თბილისიდან ან იქიდან წყალს წამოვიყოლებდით და იმ წყალს იახლებოდით გზაზე თუ წყალი მოვწყურდებოდა და სანამ წამოვიდოდი რაღაცა პატარა დავღაჯნა და მეგონი არ მიწყეთ. გომბორის გზა რაც გაკეთდა, სულ არ არის დიდი ხანი, დავისვენე აღარ მიწევს, წასვლა ჩერეს გურჯაანი, მეზოგება დრო და ფული, მანქანა და ჩემი ჯანი. ეხლა თელავს პატარა ის სიყვარულით უთხარი, ჩემო ლამაზო ქალაქო, სულ მუდამ გულში მყევი ხარ, მახარებს რო ლამაზდები, ედემის ბაღსა გევი ხარ, ცხრამთა სიკით რო დავსახლდე, მე მაინც თელაველი ვარ. ეხლა ეს ჩვენი მარიამი აკასის დირექტორობა თვითონ მითხრე ეთარამდებობა მაქოდა. არასამთავრობო კავშირი. არასამთავრობო კავშირი და ასე კი უნდა იყოს და ამან გინდოდა აკასი დაწეროდა, დავწერეს აკასი რა ვქნა. აკასის დირექტორობა შენთვია შესაფერები, მოგდი და მოგდის ფშავში ედამბალ ხაჭოს ყვერები. გაგხადე მე და ჩემ შინში შამნახავ კურიერები, ესე იგი თიანეიდან ცოტნე ჩამაქონდა ეს დამბალ ხაჭოები, ჩამიდებდა მე მანქანაში და მე მოდიოდა ამის მეორე კურიერი და იმას მიქონდა. და ამას ადღა მიქონდა ის აღარ. გაგხადე მე და ჩემ შინში შამნახავ კურიერები, ჩვენ ცოდვით, ჩვენა ვიწვევით, კავშირის მორჩილ წევრები, ვინც მანქანაში ჩაგვისხდნენ, აიტოვა ცხვირის წვერები, ფეხის ქირა რომ მოგთხოვოთ, აროდ გადაგვენ მტერები. ნუ მერე ერთორ კვერი მოგვეციო რა. ხო და პლუს ერთორ იმას რა ქვია კოვს ხაჭოსაც თუ გამაყოლებო შენ გვერდზე დავეწერები რა. ისა მარიამ ხუცურაოს რა ქნა არის ვენებ და არც არ ვიზენებ. ამ ხაჭოს ბიზნესი დაიწყო, ჩამოა აღარ არის იმაში უკანაფშავში დამბალ ხაჭო და თიანეთში კაცო. ლაფანყურშიც მე მგონი აღარ არის და აღარ იშოვება რა და არე იმდენი ხაჭო დაუბრუნდა რომ არეო ამისი გასაგების ბაზარი და იფიქრე ეცხო ჯორჯიაში გამოფენო და
იქნება გასახდესო და მაგაზე დაუწერე რომ დამბალი ხაჭოს ბიზნესი მარო ჯერ კიდევ ნორჩია აქ გასადევარ არ ყოფნის არჩიე ექსპო ჯორჯია შენიმდე ხაჭოს სადნახავ გემრო დასტვითო პორჩია ჩვენს დაგვიწირე ხილა და ხალო ემსაქმეს მორჩია შალებს ნუ გადაიკიდებ გამოგარჩევენ თორჩიაო ეხლა მე არ ვიცი ჩემ მეგობარს ეწყინება არ ეწყინება რა თქმა უნდა გვარს არ დავასახელებ მაგრამ ახალი სულ ახალი ამბავია 3-4 დღის მომხდარი ამბავია რა ნუ საჭმელის ჭამიდოს დადიახლება კბილები რა კბილი და ისა რძილი ხოდა ორივე იყო რკინისა ძველი ჩასმული ყოფილა ნიკოლოზ დროინდელი ხოდა მაგაზე გავლექს ეხლა ჩემი ძმარი და ეხლა ხო არ მეთქვი ვინ არის რა დაგელევაც მობილო შენ თითო ჭირები დესერტად დაგიყოლება ზოგან ჩასმული კბილები იოტკი გემაყსოვრება ნეტავ ხარგესხდა რკინები მაგნიტებ გაიყოლოდი იმად რომ დაიღირები გაიცილაში დაგჭიდეს თანი ქონია ჭხირები აბა აღლებს ვარ ჩაიძვამ ეხლა ყოფილა ძვირები ეხლა მე მყავს ერთი რამდენიმე კარგი მეგობარი კი არა ნათესავი და მათ ვეძახით შინში ფშავლებ ვეძახით დეიდაშს ხოდა აი ატეხილები ვართ რა რო ეთქვან ეს შინშები ერთმანეთს მოკლედ ოღონდ რაღაცა იაღლიში უყოვოთ რაღაცა შეემთხეს და გარანტირებული აქვს რაღაცა ლექსი ხოდა ერთი ჩვენი კარგი მეგობარია შინში და იმას რა ქვიან ლექსებს დავარქვით შინშურები ისაც წერს მეც წერს კიდე ერთი ყავს იმას ფეხით კივა დღეს ოპერაცია გაუკეთე და იმაზე წამაკეთე და ხარებობას იქეიფა თავის შინშთან ხოდა ძალიან დათვრა და ცოტა ცუდი ამინდი იყო წვიმიანი და თან ჩაბანოურა წადიდებული იყო თიანეთში ხოდა აქედან ხიძე გადაიერა და იქიდანაც ხო ის ხიძე უნდა გადმოევლო და თრალი რო იყო ეთყობა წესილად რიყიდან პირდაპირ ხიძე რო შედგა გაურიყებდა ეს ხიდი შინშ ხარება დღეს ხარობდა შინშთან პურობდა იხენდა ხარილი ძვამდა ღვინოსა სტომაქს ყანწებით ივსებდა უკვე მზად მოფშავლებული ხიდისა ბილიქს იკლებდა გონარეულსა ბოგირი კირადამ გაურიყებდა ხიძე შაკრა კამარა მურღვაწალ ჩაუსიფტყებდა მადლობა ღმერთს რომ სირინოს ჩემ ძმარ ჩაუსიძებდა მაგრამ დაჩებუცნებ რა დათო მე უკეთესი ლექსი მაქვს აი ეს წავიკითხავ ძალიან გაგიტყვა მიკროფონი ნუ ამიტყვა ძალიან უარს ამბობდი შენ გოჩამ დაგალევი ამდენი ხანი მალობდი რა იხალა ვერ გავიგე გოჩამ და კაცო ბოლოსთვის ვინახავ საუკეთესოებს როხები მგელმა შაჭამა გოჩას ბრალია გოჩამ დაგალევინა აი ერთად ვსიო ხო დაიცე ბალდე მე თვითონ დასწრებია გადი ნუ ერთხელ ამ რაღაცებს ხო ჯღავდი ჩემთვის რა სამუდაოში რომ ვარ და რაღაცა რავი ძველი მოგონებები გავიხსენე და წარწერე დავწერე რაღაცა 2-3 სტროფი ეხლა ტრადესეც არ იყო მაგრამ მიზეზი მჭირდებოდა რომ დამეწერა თუ რომ ჩემ თვითონ რამდათ არ უკითხე ეს ლექსი მაგრამ რაღაცა ერთხელ გავაბრაზე და გიშპოეტაო დამიჯახა ხოდა მე 19 არ მინდოდა ხოდა იმას დავწერე რა ერთ დილას ძინავს შუშასა ხმაურმა დამცა ბნედაო წამოხტი გავისაჩინე ცოლი თავზეით მედგაო დავუტუხტუხე მოდი აქ ჩემო ერთაო ტრისას იმანძღე მაყარა თმასაც ვეღარა ბედაო მამკობდა თაფლაინითა ჭირი და ჯანის წვეტაო ეს რე დაგიჭღაბნავის ბეჩაო გიშპოეტაო ინტერესიან ხალია უყარს რაულში ჭეტაო ჩემჭილად წაწლებ ვალექსე რახელ გამიწმა ნეტაო ბაძახა გვიან ხარალი ხებისა ქალის ბლეტაო ზაღლი შინარა ვარგიხარ ხებისა დრაზა ეფაო იგი მადლობა არა ცოტა ხანს არ წახვიდო აგარაგა მე დათო ლექსები მართლა ძალიან კარგად იცის ძალიან კარგად მოუდის ლექსი მაგრამ მე ვერ ვიტყვი რომ შეგიძლია დაიყვეხო რომ შენი ლექსებიდან საუკეთესოები გაქვს ამორჩეული საუკეთესო ლექსები დათოსი მე მაქვს მაგრამ აქ ერთი მოვიტანე თან მარტო ხო ვიცოდი არ წამაკითხებდნენ ქება ავტომობილ მაზდას სახელგანთქმული
ქართული ფირმა მენაც ვამაყობ მაზდითა ჯალაფიც მადლიერია ფული მაზდისგან მაზდითა უფულობით ხიზანსა თვალიდან ცრემლებ მაზდითა მე კი ნერვები არ შამრჩა ორ მუტრუკის დაზდითა იმათ შამყურე ხან ვიტყვი ლიშანი რადა რამიცდა ეხლა კი გვიან სამარის ყველაფერ ერთად გამიცვდა დაჯერ